Bravo. მომღერალი ელენე ავსაჯანაშვილი არის ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს. დაბრძანდით. რაღაც საინტერესო სიმღერა იყო. კი. მივეჭით ინფორმაცია მომიტანა რომ პრემიერა იყო ეს. მოგვიყევით ამ სიმღერის შესახებ. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ულოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენს მაყურებელს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს. რაც შეეხება სიმღერას. სიმღერის პრემიერა კი ბატონო თქვენს გადაცემაში მოხდა, თუმცა ამ ტელევიზიით მოხდა სხვა გადაცემაშიც ამ სიმღერის პრეზენტაცია. ჩვენ გადაცემაში ჩვენ ეს იგი პრემიერა და დღევანდელ დღეს. ეს სიმღერა, ამ სიმღერის კომპოზიტორი გახლავთ ბატონი მურთაშ ჩიხლაძე, ტექსტის ავტორი გახლავართ მე. ოი, რა საინტერესოა. კი ბატონო. სიმღერა ჩაიწერა საპატრიარქოსთან არსებულ ხმისჩამწერ სტუდიაში ბატონ მერაბ მამულაშვილთან. იგი გახლავთ ამ სიმღერის არანჟირების ავტორიც. ჩაწერის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ბატონი მერაბი გვიქმნის ყველა მომღერალს კომფორტს, რომ გაიხსნა და თავისუფლად ჩაწერა. ტექსტის ავტორი თქვენ თქვით, ანუ არაერთი ტექსტი გაქვთ თქვენ შექმნილი? არა, ბავშვობაში წერდი რაღაც პატარ-პატარა ლექსებს, თუმცა მელოდია რომ მომასმენინა კომპოზიტორმა, რატომღაც უცებ წამოვიდა და აი საიდან ხდება ეს ყველაფერი არ ვიცი, ამას ვერ გეტყვი. ამას მუზა ქვია, ესე ამბობენ. შეიძლება, კი, მუზას ეძახიან, მაგრამ მოდით გითხარით თქვენი რეპერტუარის შესახებ, ძალიან ესეთი ქართული და ძალიან საინტერესო რეპერტუარი გაქვთ. დიახ. საიდან არის, როგორ არჩევთ, რამ გადაგაწყვეტინათ აი ამ ხაზს რო გაყვეთ? არ ვიცი, ალბათ ეს უფრო გენეტიკური, ეს რაღაცა ის სული სამოძახილი ქართველების, ჯერ ქართული და მერე სხვა დანარჩენი. ქართული უფრო კარგად გამომდის, იმიტომ რომ ეს ჩვენია ქართველების არის. რა თქმა უნდა, ჩემი ყველა რეპერტუარი არის ქართული, ჯერჯერობით უცხოურ სიმღერა არ მიმღერიან სახში, რა თქმა უნდა, სახში. რა საკიდან ბავშვობიდან მღეროდი სხვადასხვა ანსამბლებში, გუნდებში, კვარტეტში, ტრიოში, თუმცა მერე იყო პერიოდი შეჩერების, ვინაიდან უკვე უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, მერე სამსახური, მერე დაოჯახება, ორი შვილი, იქ ოჯახზე ყურადღება, პასუხისმგებლობა და ამ ყველაფერმა სიმღერი მე ვერ მოახერხე, თუმცა მე ვერ მოახერხე ასე საზოგადოებისთვის წარმედგინა ჩემი თავის სიმღერით, თორე სახში ისევ რა თქმა უნდა ვაგრძელებდით ამ ყველაფერს, როგორც მოგეხსენებათ, ანუ მეგობრების წრეში, სუფრასთან ტრადიცია ეს რომ ახლა ყველა ქართველი ადამიანის გენეტიკაა ეს სიმღერა და თუ მღერი ვიღაცა მეორე ხმას აუცილებლად გაძლევს, მესამე ხმას გაძლევს და უკვე იქნება სამხმოვანება. თქვენი ოჯახისწორების ხო რა ამღერეთ შვილები? არა, დედაჩემი არ მღეროდა, არც მამაჩემი, თუმცა დედაჩემი ხელოვანი ადამიანი იყო, გახლავთ ოპერატორი, შემდგომში რეჟისორი იყო, ციური კენჭიაშვილი. მისი გადაღებული რამოდენიმე ცნობილი მულტფილმია, მაგალითად მისი მულტფილმია სოფლის მაშინებლები. ოი, რა საინტერესოა. კი ბატონო, დავყავდი დედაჩემს კინოსტუდიაში პლეხანოვზე, სამწუხაროდ მე დედაჩემი უკვე უმუშევარი დარჩა. იმ პერიოდში, არეულობის პერიოდში ბაბლუანმა შეისყიდა ის კინოსტუდია და შესაბამისად გამოუშვეს თანამშრომლები. გასაგებია. ეხლა დედა აღარ მყავს, გარდაცვლილია, 3 წელია, მაგრამ ეს რაღაცა ეს ხელოვნებასთან ურთიერთობა ბავშვობიდან გაქვთ ხელოვნებასთან. თქვენი ოჯახის წევრები თქვი მეუღლე შვილები. კი ბატონო, შვილები გოგო ცოტას ცდილობს. ბიჭზეც ძალიან მინდოდა ვეცადე მე, მაგრამ თვითონ მოისურვა არჩევანი გააკეთა სპორტზე ბიჭმა. წარმატებული სპორტსმენია, შავი ქამრის მფლობელია ჩემი ანდრია, დიახ, კარატე. მსოფლიო შოტოკანის ფედერაციის წევრიც არის 15 წლის. ამას სახში უმკვირდეს მიაღწია. აუცილებლად უნდა გკითხოთ, არ შეიძლება დღევანდელ დღეს აი ეს გვერდი აუაროთ, რა არის თქვენთვის 26 მაისი, აი ეს დღესასწაული, რომელსაც
ყველა ადამიანი თავისებურად ზეიმობს, ხო? კი, 26 მაისი მე ვფიქრობ, რომ ეს არის საფუძველი აი ამ ყველაფრის შემოსევების, მტრობის, ის რაც ქვეყანამ გადაიტანა, ეს უკვე არის ვთქვათ საფუძველი ის ნოე ჟორდანიას გამოცხადება 1918 წელს უკვე რომ დამოუკიდებლობის დღე ყოფილიყო და ისედაც ქართველი ადამიანი ბუნებით თავისუფალია, ყოველთვის მებრძოლი იყო და ცდილობდა ქართველი ადამიანი რომ არავის დამორჩილებოდა რასი დიდისაც არ უნდა ყოფილიყო თქვათ დამპყრობელი სახელმწიფო თუ ჯარი. და ეს იყო უკვე საფუძველი რომ ამხელა დიდ ქვეყნებს თქვათ ასე ვთქვათ გადავაბიჯეთ, დავამარცხეთ და მაინც ჩვენი თავი გამოვყავით და დამოუკიდებლობა უკვე მივიღეთ. სამომავლო გეგმები რითი კიდე გაგვახალისებ და გაგვათამამებ. სამომავლო გეგმები ისევ სიმღერას უკავშირდება, რა თქმა უნდა. ჩავიწერე რამოდენიმე სიმღერა და ეხლა გადავიღებთ კლიპს, თუმცა ნატუკა მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ. კლიპი გადავიღე სიმღერა როდემდე გელოდო, რომელმაც სოციალურ ქსელში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა, რამოდენიმე ათასი მაყურებელი ყავს. და სულ რაღაც 4 დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს ესეთი ცნობილი, ამერიკაში ცნობილი ნიუ-იორკის შტატში ცხოვრობს ბატონი დიმიტრი მანუელ ჩხეიძე, რომელიც გახლავთ შოუმენი, პროდიუსერი, ცაბუზალაძის ასე ვთქვათ გაპოპულარულებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ამიკავშირდა აიღო ჩემგან ინტერვიუ და აღმოჩნდი ჰოლივუდის ინსაიდერის გარე ყდაზე ასე. ვაიმე, რა საინტერესოა. ამ თემაზე სასაუბროთ კიდე უნდა მოგიწვიოთ და პრემიერა ვიწურებით. უღრმესი მადლობა წარმატებას გისურვებთ. აი ესეთი თბილი და საინტერესო დღე იყო.